ამას რო ვაკეთებ. პირველ რიგში აი გამარჯობა ნატალიკა, როგორ ხარ? გამარჯობა ირინა, კარგად ვარ. მიხარია ძალიან, რომ აქ ვარ ამ სივრცეში, ჯერტი მომწონს ძალიან აქაურობა და მგონია რომ გადასარევი არჩევანი გააკეთე და რაც ყველაზე მთავარია ის რომ შენ ჩემთვის რას ნიშნავ ამას მე პოდკასტის განმავლობაში ბევრჯერ ვიტყვი და ბევრჯერ მოვყვები ვინც არის ის და რომ ციცოდნენ მაინც და განსაკუთრებით ის მიხარია რომ მოგინდა ეს ყველაფერი მგონია რომ გადასარევად გამოგდის, იმიტომ რომ ეხლა ვსაუბრობდი ზუსტად სანამ დავიწყებდით ჩაწერას, რომ TikTok-ზე იმას, რასაც შენ აკეთებ, ამისთვის ადამიანები ძალიან ბევრს შრომობენ, შემიძლია ვთქვა სწავლობენ, მეცადინეობენ, ინდომებენ, დგამენ, რაღაცა რესურსდებენ და შენ ეს გამოგდის ბუნებრივად. ჯერ ეს ერთი ხარ ძალიან ლამაზი, უხდები ეკრანს, გადასარევი ხასიათი გაქვს. ხოცა. და მგონია რომ ადამიანებს უბრალოდ ძალიან უყვარხარ და მოწონხარ და მგონია რომ ეს პოდკასტიც იქნება შენთვის ძალიან წარმატებული. დარწმუნებული ვარ მაგაში. და თან იცი სიმჯერა ადამიანს როცა რაღაც ძალიან გინდა და მოგწონს იმას, რასაც აკეთებ, აუცილებლად გამოგივა. რაღაც წინაღობები ყოველთვის არის ცხოვრებაში, მაგრამ ზუსტად ეგ ის წინაღობებია, რომელიც უფრო გზრდის, უფრო მეტ სტიმულს გაძლევს, ჩემი აზრით ესეა, რომ მე მგონი შენც ეგრე უნდა იყო რა. კი, გითხრა. აი რაც უფრო ბევრი წინააღმდეგობა გექნება, უფრო მაგრამ მოგინდება, რომ მიაწვე და ბოლომდე გააკეთო რა, შენ მიზანს მიაღწიო და. ზუსტად მე მივხვდი ახლა რაც ხდება. და აი ძალიან მიხარია პირველი ასე ვთქვათ გესტი შენ რო ხარ, იმიტომ რომ შენთან ძალიან სხვანაირი ემოციური კავშირი მაქვს და თან ნუ ნათესაურს გადავდოთ იქით. შენთან გქონდა თავს ყველაზე კომფორტულად და მართლა როგორც აღნიშნე, მანამდეც რო ვლაპარაკობდით, იმდენად გამხსენ და უკვე იმდენად ცოტა ჩამომაშორე ამ ნერვიულობას, რომ არ ვიცი და აი ერთი სული მაქვს, რომ აი დავიწყოთ და დავიწყოთ, რაც გაინტერესებს, რამდენიც გინდა, როგორც გინდა, აქავარ მზათავარ, რომ ბევრი ვისაუბრო. პირველ რიგში მაინტერესებს იმ ოჯახში, სადაც ყველა მღერა და რეალურად ნანი, ეკა და ეს მუსიკალურ ოჯახში რო გაიზარდა რეალურად, ანუ როგორი ინფლუენს ქონდა ეს შენზე და როგორ დაგაყენა აი ამ გზამდე, სადამდეც მოხვედი, ანუ როგორი იყო ეს ყველაფერი მაინტერესებს. იცი რა, ყველას გონია რომ ეს მუსიკალური ვთქვათ მონაცემი, რომელიც ნუ ჩემ შემთხვევაში გენეტიკურად გადმომეცა, არის მხოლოდ დედაჩემის მხრიდან, ანუ ნანი, ეკა ჩვენი საერთო ბებიები, რომლებიც მღეროდნენ, მათი დები, ძმები, რაღაც მთელი ოჯახი. მაგრამ ასევე მამაჩემის მხარეა, რომლებიც არანაკლებ დაჯილდოვებულები იყვნენ ამ ნიჭით და მამაჩემი თვითონ ფანტასტიკურად უკრავდა, გიჟდებოდა ჯაზზე. აი ბოლო თავისი ცოცხლის ბოლო წუთამდე სულ ჩართული, სულ რაღაცებს უსმენდა, სულ რაღაცას მიყვებოდა და რაც თვითონ უკრავდა რა გადასარევად. მამიდაჩემიც არაჩვეულებრივად მღერის, აი რა ქონოდა მამიდაჩემს თქვათ ამბიცია, რომ დიდ სცენაზე ემღერა, არანაკლებ მომღერალი იქნებოდა, თქვათ იმ მომღერლებთან შედარებით, რომლებიც დღეს სცენაზე არიან და მაგრამ ნუ რაღაც სხვა ესე ვთქვათ მოთხოვნილებები ქონდა. და რაც მთავარია ქუთათელაძეების მხარე, აი ბაბუაჩემი, ჩემ დიდ ბაბუაზე ამბობდნენ, რომ ფანტასტიკური ოპერის ხმა ქონდა. ამიტომ ეგ გენეტიკა პროსტა არ იცის ბევრმა და ამიტომ სულ ყვები ამას, სადაც შანსი მაქვს, რომ ანუ ის მხარე არ დაიჩაგროს რა, იმიტომ რომ ისინიც ხო ჩემი რაღაც მათი სისხლი მიჩქებს და შემიძლია გითხრა, რომ ბევრად უფრო აი ვიზუალურადაც უფრო მამაჩემს გავარ ხასიათით, ბევრი რა, აი მოკლედ ქუთათელაძე ვარ თავის ყველაფრით. მაგრამ ნუ რადგან უფრო ცნობილი ხალხი არიან ნანი და ეკა, ყველას გონია რომ ეს მარტო ეს ნაწილია. ხო და მე რაც ჩემი თავი მახსოვს, აი ბავშვობა. სულ ვიცოდი რომ ეს ესეც უნდა იყოს. აი თითქოს არავის არასოდეს ჩემთვის არ უკითხავს. გინდა მუსიკა საერთოდ ეს სფერო გაინტერესებს ან რამე სხვა ხო არ გაინტერესებს. ამას ახლა იმიტომ კი არ ვამბობ რომ წენა მაქვს ან რაღაცა უკმაყოფილება მაქვს, მაგრამ აი რაღაცა ასაკი აღმოჩნდება თურმე 30 წელი ის ასაკი, ნუ პლუს მინუს ცოტა უფრო 31-32, როცა კაცო გამიჩნდა ამ ჩემ თავთან კითხვა რომ მინდა კი, მაგრამ კი ვიცი რომ გამომდის. აი რაღაც მეც მაქვს თავდაჯერების რაღაცა პრობლემები და ვთვლი რომ ეგეც ასაკთან ერთად მოვიდა, ეხლა შენ რასაც ამბობდი რა, ცოტა რაღაცეებს მოაქვს რა, მე უფრო თავდაჯერება და მე რაღაცეებზე საერთოდ ფიქრობ რომ ნუ არაუშავს მაგალითად ვიზუალურ მხარეზე, რაღაცა ნაკლებზე, რაღაცა თუნდაც პრობლემებზე, იმაზე რომ ბავშვობაში რო გინდოდა რომ მეც ეს მინდა და მეც ეს მე ხვდები რომ ნუ არაუშავს, ეს არის რაც არის და ამისთვის მე ესე ვარ ყოველ შემთხვევაში. ძალიან მადლობელი ვარ, აი დედასპეციალ ყველაფრისთვის რაც მაქვს.
თმის ფერით დაწყებული, რაღაც ზომით დამთავრებული. აი ყველაფრით ვარ ძალიან მადლობელი, მაგრამ რაღაცა ეტაპზე მოვიდა ჩემ ცხოვრებაში კითხვა, რომ მინდა, აი განსაკუთრებით როცა შვილი გამიჩნდა. აი როგორ გითხრა, პრიორიტეტები რომ ცოტა აგერევა და რომ მიხვდები, რომ იცი რა, შენი საქმის გარდა თურმე კიდე არსებობს რაღაცა, რაც გინდა ის დაარქვი ამას ოჯახი, შვილი, ქმარი, რაღაც, არ ვიცი, რაღაც ნებისმიერ აი კომფორტი თუ კომფორტის ზონა უпростоრე თუ რა ვიცი, რაც გინდა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვიდრე საქმე. მე არასდროს არ ყოფილვარ და არც გავზრდილ ვარ აი კარიერისტად რა, აი ყველაფერზე რო წამსვლელები არიან იმისთვის რომ ოღონდ კარიერას თქვათ რაღაცა არ დააკლონ არაფერი. ამას არც სიამაყით ვამბობ და არც ვინმეს დაკნინებით, მაგრამ ნუ მე ყოველ შემთხვევაში ესე ვიყავი რა, ანუ როგორ გითხრა, აი ნანიც და ეკაც ისე გაიზარდნენ, რომ ნუ სიმღერა ხო რა მღერი, ნუ აი დიდი ამბავი, მღერი და მორჩა ხა, აი რა. ანუ არაფრით არ ხარ არავიზე განსაკუთრებული რა. ეგ რამდენადაც დამაზიანებელი აღმოჩნდა ჩემთვის, აი მაგ თავდაჯერებისთვის, რომ კი, მაგრამ შენ ხომ მღერი, აი ეგეთი განცდა არა მაქვს დღემდე რა, რომ მე რაღაცა ჰაი სუპერ ესა მაქვს, რა ქვია, ძალა. მაგრამ მართლა მაქვს, აი მაგაში ხა დაგეთანხმებით, ადრე ვიტყოდი რომ მე რა სისულელე და რომ თავდაბლობ და რომ მართლა გცხვენია და რომ გინდა რომ ადგე და გახვიდე რა და ეხა ვგრძნობ რა ხო მართლა სუპერ ძალაა ეს, მაგრამ ძალიან ბევრს ვლაპარაკობ, ხო გითხარი, ბევრს ვლაპარაკებ არი ნერვიულად თქო. მაგრამ ეხა მივხვდი რომ მინდა, აი ეგრე ძალიან მინდა ეს ყველაფერი როგორც გავიზარდე და როგორც მომაწოდეს და როგორც მეგონა რომ უნდა ყოფილიყო. რაღაცა ეტაპი დამჭირდა ამის გააზრებისთვის, ფსიქოლოგთანაც, ბევრს ვკითხულობ, ძალიან ბევრს ვუსმენ, ძალიან ბევრ კითხვებს უსვავ ჩემ თავს და მივხვდი რომ კი მინდა. მაგრამ აი რაღაცა თამასა რომელიც იდო რომ უნდა იყო ტოპ, აი ცოტა ჩამოვწია რა, შეიძლება ეს ძალიან ცუდია და რაღაცა ასაკში მე ვინანო. მაგრამ აი ეხა მაგ ეტაპზე ვარ რა, რომ ესეც და ესეც თუ შევძლებ ამ ორივეს, ესე ვთქვათ, ჰარმონიულად თანაცხოვრებას ამ ორთან ერთად, ანუ პროფესიას გულისხმობ და ოჯახს, მაშინ ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იარსებებს ამ დედამიწაზე. ჯერჯერობით ვახერხებ, მაგრამ ხან ერთს უნდა მოვაკლო, ხან მეორეს. აი რაღაც აიწონა გამომივიდა რა. ხო და აი ეგ კითხვა მაქვს ზუსტად რომ აი როგორ ახერხებ ამ ყოველფრის ბალანსს. ახლა შენ ამბობ რომ აიწონა სავით არისო, მაგრამ მაინც ხო გამოგდის. ახლა რასაც ვუყურებ, აი ისეთი საოცარი ადამიანი ხარ მართლა მაგ სფეროშიც, როგორც გამოგდის ყველაფერი, დედაც სასწაული ხარ, შენ პატარა ბავშვზე მართლა ვაფრე. დედობაზე შემიძლია მართლა თამამად თქვა, რომ არ ვიშურებ არც ერთ წვეთ და წამ ენერგიას იმისთვის, რომ იდეალური კი არ ვიყო, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომა არ დაუშვა. ანუ არ ვიყო უცოდინარი. აი როგორ გითხრა, რაღაც ეგეც რაღაცა ასაკმა მოიტანა, რომ და ხშირად ვამბობ ამას, რომ მგონია რომ უნდა იცოდე რა შვილის გაზრდა. გარდა იმ რაღაცა ინსტინქტების, რაც ისედაც გააქვს, როცა მშობელი ხდები, ხო? რაღაცა გადარჩენის, ამაგის, ზრუნველობის, პასუხისგებლობის, მაინც რაღაცეებში უნდა ცოტა გათვითცნობიერებული იყო. ჯობია რომ იყო, იმიტომ რომ უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებ და უფრო ნაკლებად გადავარდები ხრამში შენ შვილთან ერთად რა და ბევრად მიადვილდება და ბევრად აი ეს შფოთი რაც მაქვს ხოლმე და მე მგონი ყველა მშობელს აქვს, აი ეგ შფოთი უფრო როგორ გითხრა, კი არ მინელდება უბრალოდ, აი რაღაცა იმედი მიჩნდება, რომ არა უშავს. ეხა კი შენ ამას შეიძლება ვერ აკეთებ, ვერ ხვდები, ვერ ერევი, რაღაც, მაგრამ ვიცი რომ გამოცდილებებმა, პრაქტიკამ, სტატისტიკამ, არ ვიცი რაღაცა თელმა მეცნიერებებმა ამ კითხვებზე გასცეს პასუხი და თუ არსებობს რაღაცა ფორმულა, რომ შენ შვილს თუ აქ ესე დაახლოებით ესე იქნება, ნუ უკვე ეგ მომშვიდებს ძალიან რა და ამიტომ მაგისთვის ძალიან ბევრს ვშრომობ მართლა, მეც, ჩემი ქმარიც და ყველა აი რაღაცნაირად ძალიან მეხმარება ყველა, ბაღიც ეგეთი ავარჩიე. ნუ ახლა მეგობრებს მე ვერა ურჩევ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვეცდები რომ რაღაცა ისეთი როგორ გითხრა, ცნობიერი მაინც ჩამოუყალიბო, რომ მე შესაბამისი გარემოც თვითონ აირჩიოს რა, კარგი როგორც ყველას გვინდა ჩვენი შვილისთვის და აი როცა საუბრობთ თქვათ როგორ ვახერხებ ორივეს ერთად, კიდევ ვიმეორებ, აი რითიც დავიწყეთ ჩვენ საუბარი, როცა რაღაცა ძალიან გინდა, ძალიან გიყვარს, ძალიან მოგწონს, აი ერთი სული გაქვს რაღაცისთვის, ხო? იმას აუცილებლად აკეთებ.
აი რაღაცნაირად ესე გამოზე. აფირმაციები ხა ხო რაღაცნაირად მოდა ერთგვარი ხო? აი ფანტასტიკური რამეა რა. ეგ არის აი როგორ გითხრა ვიზუალიზაცია შენი მართლა ამოცნებების, შენი სურვილების და როცა რაღაცა კიდევ მე ძალიან გინდა ის რაღაცნაირად თავისით თავისით როგორ აი ხო გაგიგია რომ რაღაც ვისაც უყვარს თავის პროფესია ის არ თulis რომ სამსახურში დადის იმიტომ რომ ის უკვე რაღაც მისი ჰობიც არის მე რომ მკითხო მაგალითად რა არის შენი ჰობი ვერ გიპასუხებ იმიტომ რომ არ ვიცი რა არის ჩემი ჰობი მე რასაც ვაკეთებ მგონია რომ ეგ არის ჩემი ჰობი აი ნახევრად გართობასა და სიამოვნებასა და რაღაცას შორის არის რა ანუ სიამოვნებს გესმის და თან რო პლუს ატყობ რომ გამოგდის და შედეგსაც შესაბამის რო ხედავ სულ არა ოღონდ მაგრამ აი რაღაც პატარ-პატარა წარმატებებს რო ხედავ, არ არის აუცილებელი რომ ეს წარმატება იყოს რაღაც აღიარება, სახალხო გადასარევია, მაგრამ აი შენ ჭიას ვახარებო, ხო გაგიგია? აი შენ ჭიას თუ იხარებ, უკვე რაღაცნაირად თვითკმარი ხარ რა შინაგანად, აი კმაყოფილი ხარ, აი რაღაც ის დღე რაღაც ესე წვები და იძინებ რა ამაყად შენ თავთან რომ რაღაცა გამოგივიდა დღეს და მგონია რომ აი ეგ პატარ-პატარა აგურებია, რომელსაც ნელ-ნელა აშენებ რა და კიდევ ვიმეორებ შვილზე ვგიჟდები, ჩემ ოჯახზე ვგიჟდები და ჩემ საქმეზეც ვგიჟდები და იმასზე რაზეც ვგიჟდები, ის გამოგდის. ეგ არის ჩემი პასუხი. აი, რანაირად მოხდი მაგამდე მე მაინტერესებს, იმიტომ რომ მე პირადად, აი, არის რაღაც რაც ძალიან მდომებია, მართლა გულით, სულით და ჩამიდია კიდეც, მაგრამ აი, შედეგი რო არ დამინახია, ძალიან დამიხევია უკან. და აი, მაგ შემთხვევაში რა რჩევა შეგიძლია მოვუწე, იმიტომ რომ ძალიან ბანალური ვიქნები, მაგრამ მე თვითონ გაოგნებული ვიყავი, როცა რა ქვია მაგას, შევეჯახე მაგ აი უმნიშვნელოვანეს ნაწილს ჩემ ცხოვრებაში. რაღაცა კონკურსზე ვიყავი ერთ-ერთზე, ძალიან ცნობილზე და ძალიან პრესტიჟულზე. მიზეზებს რა თქმა უნდა არ მოყვები და არც არავის აინტერესებს, რატო ვერ მოიგიან, რატო წააგიან, რატო ვერ ქენიან რაღაცა. მაგრამ მაგ კონკურსის მერე რა თქმა უნდა გული დამწყდა, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად არ არსებობს ახლა ადამიანს რომ მარცხი საერთოდ არ გაინტერესებს, გზაანაც გაინტერესებს რა. მაგრამ აი მერე უკვე, აი რომ ამბობენ ხოლმე, აი თავარიაო რომ დაეცემი, მერე როგორ ადგები რა. ეხლა მადლობა ღმერთს, ეგ არ იყო ხე ისეთი დაცემა რომ იქიდან ვერა ვდგარიყავი, მაგრამ აი მაინც ასე პაწაწუნა მაგალითი იყო ჩემთვის, როგორ უნდა გააგრძელო, ესე ვთქვათ, აი მაგ მარცხის შემდეგ. აი პირველი რაც ჩემ თავში დაიბადა აზრი და კითხვა იყო, რომ ალბათ მაინც რაღაცას არასწორად ვაკეთებ. ალბათ მაინც რაღაცა დავაკელი. ან ბოლომდე ისე არ ვიყავი ჩართული მოწოდების სიმაღლეზე, პროფესიონალი, მე რაღაც უკვე პროფესიული ისინი ჩავშალე, მაგრამ ნუ რაც არის რა კითხვები იყო, რომ ალბათ რაღაცა მაინც ისე არ იყო. და აი მე მაგაში რომ იწყებ ქექვას, რაღაცა პასუხებიც მოდის რა და ეგ არის მე ის პროცესი, რასაც ვეძახით ბანალურად გაზრდას. ანუ იზრდება, ანუ რა გამოვიდა, რომ შეცდომამ ბევრად გამზარდა. და მაგ შეცდომისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. და ეგეთი შეცდომები ბევრია. გინდა ეხა შეცდომა დაარქვი, გინდა მარცხი დაარქვი, წაგება, წარუმატებლობა, რავი, რაც გინდა რა, მაგრამ თუ მაგ წარუმატებლობის ნაბიჯებს აღიქვამ ისე რომ ნუ მორჩა და დაყრი ფარხმალს და არაფერი აღარ გამოგდის იძახებ, ნუ მაშინ არც ღირდა საერთოდ იმ რაღაცის წამოწყება რა. ისი რა, ეხა ჩვენ როცა ალბათ მაინც უფრო საქმიანობაზე ვლაპარაკობთ, ეხა ეს ხო არის ურთიერთობები, ეხა ურთიერთობებში მარცხი ძალიან გულდასაწყვეტია და ძალიან სამწუხაროა და ძალიან სევდიანია, მაგრამ მანდაც შეგიძლია რაღაცა, იცი რა, მე არ მიყვარს რაღაცების სხვებზე დაბრალება რა, საერთოდ, აი ძალიან ღიზიანდები მაგაზე და ჩემ თავშიც სულ მაგაზე ვმუშაობ, რომ არასოდეს არავის არაფერი არ დავაბრალო რა. შენ თავში უნდა ეძებო ისევ კითხვები რა და ბევრად უფრო მე რაღაც კარგად ხარ შენ თავთან რა, იმიტომ რომ პოულობ მაგ კითხვებზე პასუხებს. მართლა მგონი რომ ფსიქოლოგ თავსივარდ. ისე ხაი მამშვიდ. რაღაცა მომიყევი. ანუ იცი რაშია არა ხო, ანუ მართლა ისეთ რჩევებს მეუბნები, რომ ანუ სად ვიყავით აქ. მე ვერ ვიტანთ იმას რა ქვია მაგას ჭკუის სწავლებებს, მაგრამ ნუ რადგან მეკითხავი პასუხობ, თორე სხვა შემთხვევაში ჭკუას არასოდეს არ დაგარიგებ არაფერს. თუ მკითხავ გეტყვი და თუ არ გაინტერესებს არასოდეს არ. შენ ადგილას ჩავაყენებ ჩემ თავს და უბრალოდ გირჩევ იმას, რაც შენ გინდა რომ მოისმინო. ხოდა ხა დავიწყოთ სესია. არა, ნუ მართლა არ ვიცი. თან ეხლა რადგან შვილის თემას შეეხე, მე მაინტერესებს აი კაკრას ჩემ ასაკში
ანუ რას ფიქრობდი ან დედობაზე, კარიერაზე, ყველაფერი მაინტერესებს, იმიტომ რომ ხა მე რო წარმოვიდგინო, თან ეხა უფრო ადრე 1990 წლებში, თან დედაჩემის დროსაც, ანუ სულ ისე იყო, რომ ანუ ნაადრევად აჩენენ ბავშვებს და სტიდნენ და ანუ ახალგაზრდა დედობა მე მაგალითად სულ მიზიდავდა, მაგრამ ეხა რო წარმოვიდგინო, მე აი ვერ დავაბალანსებდი მაგალითად და შენ როგორ ახერხებ, ხა როგორც მანამდე ახსენე, რომ harmonizing-ი გამომდისო და ესე აიწონა სავით არისო, მაგრამ ჩემ ასაკში როგორ ფიქრობდი, ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად. შენ ასაკში კი არა, ესე იგი მე ვიყავი 29 წლის, რომ დავორსულდი და იყო პანდემია. და აი როგორ გითხრა, რაღაცნაირად ვერ ვიტყვი, რომ დაგეგმილი იყო თქო, მაგრამ აი რაღაცნაირად მოვეშვი რა, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ არაფერი ეხა მომავალში მინიმუმ 1 წელი არაფერი არ იქნება, უნდა ვიჯდე სახში და აი რაღაცნაირად ხარ რომ აი რა ვქნა ეხა. გავაჩინოთ შვილი. აი დაახლოებით ეგრე გამოვიდა რა. კიდევ არ იყო ეს დაგეგმილი ხა დეტალებში არ ჩავდი. ანუ არ იყო ეგეთი და აი რაღაც როგორ გითხრა რომ მოვილაპარაკეთ, წავედით ექიმთან რაღაცა დაგეგმეთ რაღაცა არა. და სიმართლე რო გითხრა რომ გავიგე რომ ორსულად ვიყავით, ძალიან შემეშინდა, ქონდა რაღაც პერიოდი იმის განცდა რომ თითქოს ყველაფერი დამთავრდა. და პრინციპში დამთავრდა რაღაცეები, იმიტომ რომ 4 წლის არის ჩემი შვილი და აი საერთოდ აღარ ვიცი რა არის როგორ გითხრა ის სოციალიზაცია, ცხოვრება ღამის. აი მაგალითად მეგობრები თქვა თუ იკრიბებიან, აი როგორ ფიქრობ, იცი რომ აი ხა მე რო დღეს იქ წავალ და მე რო გვიან მოვალ და მე ადრე რო გაიღვიძებს სანდრო. მე ის დღე რო ძალიან დაღლილი ვიქნები, რომ ანუ მაგ დემს ვფიქრობ ერთ გასვლაზე, წარმოიდგინე და ეგ ნიშნავს იმას, რომ ხო რაღაცები დამთავრდა. ეხლა ტრაგიკულად კი არა რომ მორჩა, მაგრამ ის წამი ფიქრობ რა რომ ნუ რაღაცები ეხლა ის საერთოდ შეიცვლება. მაინც ალბათ შენ ასაკში ჯერთის საერთოდ არც მიფიქრია მაგაზე, ხო გეუბნები, აი მერეც ვფიქრობდი რომ ჯერ ადროსია და ჯერ ადრეა და ჯერ ბევრი დრო მაქვს რა და ჯერ საქმე და ეგ რაღაცნაირად თავისით მოვა, მაგრამ რაღაც გამიმართლა რა იმ მაგ პერიოდში, ხა კოვიდი უნდა ინატრო ჩემი პროფესიის ადამიანმა, რომ არაფერი არ ხდებოდეს, არსა წასასვლელი არ იყო, არსა არ ქონდეს სპექტაკლები და შეგეძლოს რომ წყნარად შვიდათ ეს ბავშვი გააჩინო, ორსულობა გაატარო წყნარად და მერეც რაღაცა აი ყველაზე ისეთი კრიტიკული პირველი რაღაც 1 წელი იყო მასთან ერთად, აი ზუსტად ეგრე მოხდა. ფორმას ჩადგე ისეს და უცბად აი რო ვერ დაგეგმავ, აი ეგრე გამიმართლა რა და შენ ასაკში, ანუ არც კი მიფიქრე, ხა დეჩე მაგალითად 18 წლის იყო, რომ უკვე 2 შვილი ყავდა, შენც ძალიან ადრე გაგაჩინა მარიკუნა, ნუ ეგრე ადრეც არა, მაგრამ ხა 16 და 17 წლის რო შვილები ყავდათ, ეგრე არ იყო, მაგრამ ნუ მაინც ძალიან ახალგაზრდა იყო თან მარიკუნა, აი ბოლომდე ეგეთი რაღაცა ბავშვური ცხოვრებით, გიჟური ცხოვრებით მაცხოვრებელი იყო და ამიტომ მისთვის აი შვილი ხა ვერ ხვდებოდი თქვით რომ მარიკუნა ბავშვი ფრთხილად. ბებია შეიხოყვება წვერში, მე მყავდი ხოლმე და მე იმას შვებოდი. რა ნუ კი შეეძლო და ფანტასტიკურად გივლიდა და რაზე ალაპარაკი, მაგრამ აი რაღაც ხო არის ხოლმე შეუსაბამო ტიპები რო არიან აი შვილთან რა და დედობასთან საერთოდ. წვერზე ბეიცი რა მახსენდება, აი ყველაზე მწარედ მახსენდება ნატალიკო. დედაჩემო რომ ამომაჩედა მქონდა რაპუნცელივით გძელით მა და თქვენ მიდიოდით და ლაპარაკობდით რომ უი და ეთმა უნდა მოვაჭად რაღაც მე რომ გავიგე ანუ მარიკუნა არაფერიო აი იმენა ისე მახსოვს და ნუ ქვიშაში ქონა იმ ხალთ მაქონა ანუ არ ვიცი ძნელი მასავლელი იყო და იმით დამსვა შენ სახში ვიყავ დამსვა აი უდიდესი მაკრატელი წამჭრა მე ეგეთ დეპრესია არ მქონია არასდროს ანუ ეს იყო ჩემს აი რა ჩემო საყვარელო აი ვერიფიცი. მარიკუნაზე გავლენა ვერავის ვერ გქონდა და არ გქონდა, თორე რაღაცას მოვახერხებდი. ხო და მოკლედ შენ ასაკში ბავშვზე არ მიფიქრია. აი იცი როგორ არის ორი მხარე აქ რა მაგას გუშინ დაეჩემს მაგას ვეუბნებოდი. გიჟდები ახალგაზრდა მშობლები რო ყავთ, ახალგაზრდა ბებია ბაბუები. რაღაცა ძალიან რაღაცა აი სიცოცხლე რო ჩქეფს რა ოჯახებში რა და ბევრი ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დეიდები აი რაღაცა ეს ამბავი ძალიან მომწონს და ნუ რა თქმა უნდა ასაკში გაჩენილ შვილებს შედარებით უფრო ნაკლებად აქვთ ეს. მაგრამ სამაგიეროდ რაღაცა ასაკში გაჩენილ შვილს უფრო მეტი ის მოაქვს სიმშვიდე, რაღაც დაღვინებული ხარ, უკვე მზად ხარ იმისთვის, რომ პრიორიტეტი მართლა გავარდნა კი არ იყოს მეგობრებთან ერთად სადღაც და გიჟივით რაღაცა არ ვიცი აწყვეტა. არამედ შენ შვილთან ერთად დროის გატარება და ეხა მე რაღაცა რო უყურებ. ძირითადად სულ უყურებ ხოლმე როგორ გითხრა, აი ცუდი შვილები არ მინდა რო თქვა, მაგრამ აი შეუმდგარი, პრობლემური, რაღაცნაირი აი
წარუმატებელი მშობლების, უბრალოდ შვილების მშობლებს უყურებ ხოლმე, აი რა მომენტში რა დაუშვეს შეცდომა. აი სულ ეგ მაინტერესებს. ის კი არა, აი ვინც დედა როგორ გაზარდეთ ესეთი ფანტასტიკური შვილი. არა, აი ვინც რაღაცა ვერ ქნა რა, რომ იგივე მეც არ დამემართოს. ხო და როგორც წესი, რა ვიცი, აი თუ მინდა მომაჭერი თავი, 99% მაინც არის რაღაცა ყურადღების დეფიციტი რა, ვერ იცლი შვილისთვის რა, რაღაცა ასაკში რა, ან არ გცალია, არ შეგილია გეზარება, იღლები, რაღაცა სხვაგანა გაქვს რა ტვინი და ალბათ მაინც აქვს რა ყველაფერს და ეხლა ინდივიდუალურია, რა ვიცი, არსებობენ მართლა დაბადებული დედებად და ოცნებობენ ბავშვობიდან რომ შვილი ყავდეთ, მაგრამ უფრო იშვიათად, ხო? მე როგორც წესი ნაადრევი ოჯახები მაინც ინგრევა. ხო, უმრავლესობა. ზოგი არის რომ აი ძალიან უმართლებ და 40 დაასყმა მთელი თავის ცხოვრება და ეგ არის აი მარცხის ანატრელი, მაგრამ ძირითადად ეხა უფრო განსაკუთრებით აი ეხა რაღაც ეგეთი ტენდენციაა რომ უფრო ადვილად ინგრევა რა ოჯახები, მე კი არ მომწონს და კი არ ვემხრობი მაგას, მაგრამ იმიტომ რომ ისევ ბავშვებისთვის ძალიან გარდა იმისა რომ წყვილსაც ალბათ უჭირს ძალიან ეს ამბები, მე ბავშვებზე ძალიან ცუდად მოქმედებს, მაგრამ ეხა უფრო ადვილად იცი კიდე რატომ გონია რომ ინგრევა ოჯახები, ქალებმა უფრო მეტი დამოუკიდებლობა შეიძინეს და უფრო მეტად რეალიზებულები არიან. ეხა ადრე მაინც ქალი უფრო მეტად კაცი იყო და მე ნუ სტერეოტიპი, მე იქ რაღაცა მენტალობა, რას ქვია ოჯახის დანგრევა და მართლა კოშმარია ოჯახის დანგრევა რა. შეიძლება ესე ადვილად რაღაცა იმას ქნა რა ქვია. აი კიდე რა მოაქვს იცი ასაკს, აი ადრე რო ვიძახდი რომ არ არსებობს ამას ჩემ გვარზე, არ ვაპატე ფუფ და რაღაცებს რო ვიძახდი, აი მე თვითონაც მიკვირს ახლა მაგას რომ ამბობ, მაგრამ ნუ აი რაღაცეებზე მე ხვდები რომ ნუ არ გიღირს რა. აი ერთი რაღაცა იმის გამო ამხელა რაღაც დაანგრიო და იგივე შენი ბავშვი დატრაო, შენი თავი მარტო დატოვო. რაღაც აი ეს არ ვიცი ემპათია თუ რა არის, არ ვიცი ახლა არ ვიცი მაგ სიტყვას რა ქვია, მაგრამ ეს რაღაცა პატიების მომენტი ადრე თუ იყო ჩემთვის რაღაც სიამაყესთან დამოკიდებული. ეხა რაღაცნაირად აღარ არის ეგრე რა, უფრო აი რაღაცნაირად მეგობარი ხდება რა, მე ეს პარტნიორი რა და როგორც მეგობარს, დიდი ხნის მეგობარს და ძვირფას მეგობარს რაღაცეებს მაინც აპატიებ იმის ხათრით რომ ისევ შენთან იყოს რა, მიჩვეული ხარ, მოგწონს რაღაცა, რა ვიცი, ყველაფერი, ხო? აი მე ეგეთი რაღაცეები მოდის რა ასაკთან ერთად. მე მგონი დავბერდი. არა, არ დაბერებულ ხარ არანაირად, ანუ რას. ან დავბრძენდი, არ ვიცი. აი ჩემს უფრო ბრძენი ხარ, ისეთ რაღაცებს მეუბნები რომ ბრძენი ბუ მოგივიდა ნათესავი. ერთი მე მართლა მაინტერესებს რომ აი ესეთი ხმები რო გაქვს ყველას, ანუ ნანის ეკას ყველას რო გავი მთელი ჩემის ანათესაო, ანუ ან რას აკეთებს, ან რას მე რატო გამოვდექი. TikTok მართლა აი ხმა რა ეხა არ დამაწყებინო, იცოდი აქ მართლა ისა დიდაქტიკა, იმიტომ რომ ხარ უნიჭიერესი, ულამაზესი, განსხვავებული, გამორჩეული. გინდა მანდამეც მომღერალი იყო? აი იცი რა ხმა რომ მქონდეს ბედნიერი ვიქნები. ხმა გაქვს. უბრალოდ ნათესავმა არ მოგხედა შესაბამისად. მე მახსოვს, აი მაგას არ ვაპირებდი რომ მეთქვა, მაგრამ ხო, აი არ მოგიარ. ჩემი ბრალი, კაი, მაგას მე ავიღებ ჩემ თავს. კი, დიახ. გამოვასწორებ პირდაპირ. და შემდეგ წელს პოდკასტის მერე. მაყურებლის წარმოიდგინე. როდ გავარსენზე. როდ გავარ, კი, მე გმინდა. კაი, მაგას აი რა ვქნა პირობას ვდებ ხალხის წინაშე რომ რაღაცას ვიზამ. აი გაიგონ ყველა. დედას პიცა ვერ მოგეხმარები. თან აი ხა იცი რა მაინტერესებს? აი ყველაზე აი აბსურდული რაღაც აი ჭორი, ან რამე ისეთი, აი რაღაც სისულელე რა გაგიგია შენ თავზე, რამაც აი გაფიქრებინა რომ აი ამ ხალხს ვაფშე რა ჭირსო. მოკლედ ჯულიარდში რო ვაბარებდი. ნუ მოვხვდი ამ ჯულიარდში სრული დაფინანსებით და რაღაცა ჟურნალისტმა მკითხა, ნუ ჭორი არ იყო, მაგრამ აი მკითხა რომ რამდენად იმოქმედა მაინც ნანი ბრეგვაძის ფაქტმაო რა ჯულიარდშიო და ვიფიქრობდი რომ ეხა მერთო ეხა აი მიდი და დაარწმუნე ხა ეს ხალხი რომ ჯერ საერთოდ რა ნანი ბრეგვაძე ჯულიარდში ნიუ-იორკში საერთოდ ნუ რა სისულელია, მაგრამ ნუ ხო ვიღაცებს ეგრე ეგონა რა რომ ნანი მიქ რაღაცები დააბზრიალა და ჩააწყო და რაღაცები იქნა, მაგრამ რაღაც მხრივ ეგ აი მაგალითად კონსერვატორიაში რო ვაბარებდი თბილისში მაშინ მოვხვდი, იცი როგორ იყო, მე მგონი 5 უფასო იყო და 2 ფასიანი ადგილი და ჩემმა კურსელებმა ფანტასტიკურმა მომღერლებმა, იცი როგორ ჩააბარეს 100 ქულა 99 და მე მივიღე 95 და მოვხვდი ფასიანზე. და ნუ ძალიან გამეხარდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი და რაღაც
პერიოდი იყო ლაპარაკი რომ ნუ რა არის ახლა ფასიანზე და რაღაცა უფასოზე ვერ მოახვედრეს თუ რაღაც ხოც რომ გესმის სურა ეს ლაპარაკი. მე რაღაც დრო რო გავიდა მივხვდი რომ ძალიან კაი რაღაც მოხდა რა, იმიტომ რომ აი მაგითი რაღაცნაირად ამაყი ვიყავი ჩემი თავით რომ მე ანუ ჩემი დამსახურებით არავის ზედმეტი ფაფხურის და ჩარევის და რაღაცა ქოთქოთის გარეშე მოვხდი იმ ადგილზე, რასაც ძალიანაც მიმსახურებდი რა. ეხლა იმათთან შედარებით ვიყავი აი ჭყლინტი დამწყების, აი ნუ რა საერთოდ რატომ იმიღეს ისიც არ ვიცი, მაგრამ კაი. მოხდები შედარებით რა. ხო. იმიტომ რომ მე რომ ვუკრავდი თავიდან, ანუ გეგმა იყო ჩემზე ეგეთი რომ უნდა დამეკრა, უნდა გამختارიყავი პიანისტი და მე ნუ ეს სიმღერა ხო რაღაც არასერიოზულად არის ოჯახში მიღებული და ნუ მე როდესღაც იმღერებს რა, ანუ არასდროს ეგ გვიან არ არის და მე ვთქვი მე გამოვთქვი ეგაზე აბიტურიენტი რო ვიყავი რომ არ მინდა მეთქი დაკვრა, იმიტომ რომ ამ დაკვრას ჭირდება მართლა საათობრივი ჯდომა ინსტრუმენტთან და ნუ მივხვდი რომ ამის გამკეთებელი არ ვიყავი და რაღაცა ჩემი თავის მოტყუება არ მინდოდა რა. და მე მართლა მაჩანჩალიანის ჯობი არ იყო საერთოდ ხო და ვთქვი რომ აი აგერ არის ჩემი გადასარავი დოდო დიასამიძე, ჩემი პედაგოგი, რომელიც მომეხმარება იმაში რომ აი რაც შენ გინდა სიტყვაზე, აი მაგდონეზე ვიყავი დაახლოებით რა რომ ველოდებით. ხო და ვიზახდი რომ ნუ ცოტა რაღაცას ხმას დავამუშავებ და მე ხა ჟანრს რასაც მინდა იმას ავირჩევ თქო და ერთი წელი მქონდა მარტო რა აბიტურიენტობის რო ხო ერთი წელია კი, ერთი წელი. ჩემ ზუსტად ჩემ თაობას მოუწია ის მე-12 კლასი. ანუ მანამდე იყო 11 კლასის სკოლა და მე უკვე რო ვაბარებდი, მაგ დროს მოემატა ის მე-12 წელი და მაგ მე-12 წელს აი ყოველ დღე დოდოსთან ერთად აი ამას ვაკეთებდით და ანუ მუშაობდით კონსერვატორიის მისაღები გამოცდისთვის და ხა ერთი წლის ნამუშევრის ფონზე მაჩანჩალად რო ჩააბარებ ძალიან კარგია რა, ხო. გადასარევ, ამიტომ მოვყევი ამ ხელა ისტორია რა, რომ ანუ ეგ ჩემთვის რაღაც საამაყო იყო რა, რომ მე თვითონ მოვხვდი და აი ჯულიარჩი ნანიმ რაღაცა იჩალიჩა, ნუ ეგ ძალიან სასაცილო. რა გავლენიანი ყოფილა რომ ჯულიარტამდე მივიდა ნანის ხელი მართლა. ნეტა ეგრე იყოს, მაგრამ ანუ რატო აი ოპერას რატო მიუძღვენი ამდენი დრო, ანუ აი იცი რა, არ აი მართლა გეუბნები, ეხლა რასაც ვყვები, ძალიან გულწრფელი ვარ. მეზარებოდა დაკვრა და ჩემი ჭკუით, მაშინდელი ჩემი ჭკუით ავირჩიე მარტივი გზა, რომ მოდი დაკვრის მაგივრად ვიმღერებ რა და მე რაც იქნება და მე რაღაცნაირად ეგრე აქ ამ პროფესიას, აი ვისაც არ უნდა კითხო, ვინც ამ დარგში არის, ყველა გეტყვის რომ რაღაცნაირად იწამლები რა, აი რაღაც როგორ გითხრა, ძალიან ეშხში შედიხარ და თან მე აი რაღაც ვარჯი ეხა დავიწყე ვარჯი არასდროს არ მივარჯიშია რა და ბოლო ერთი წელიც არ არის ჯერ და აი რო ვხედავ ამ პროგრესს ეგ არის აი მაგაზე დიდი ადრენალინი და დოპამინი და მართალია რომ ამბობენ რომ იგივენაირად შეიძლება შეჯდე ვარჯიშზე როგორც რაღაცა სუბსტანციაზე რა იგივე აქვს მე მგონი ამ ოპერასაც რა ამ ჟანრს იმიტომ რომ რო გრძნობ შენ თვითონ და რო ხედავ რომ რაღაცა რო არ გამოგდიო და საერთოდ აი რო ვერ ინატრებდი უცებ ის გამოგდის მე რაღაცა ეშხში შედიხარ და მოგწონს და კიდე უფრო მეტი სტიმული გეძლევა რა რომ აბა მოდი ეხა ეს ვნახოთ მე რაღაცები კიდე გარე ანტურაჟიც რო ცოტა ხელს გიწყობს ნუ მე ხვდები რომ ეგ არის რა აი ეგ არის ეხა მე ვერ ვიტყვი რომ მე ვარ აი ფანატიკური შეყვარებული ჩემ პროფესიაში ეხა ფანატიკობაში იცი რა ვსგულისხმობ აი მხოლოდ ოპერას რო უსმენენ მხოლოდ ამით რო არიან მოცულები ვთქვათ აი ცხოვრების წესიც რო ეგეთი აქვთ ეგეთში რა ვსგულისხმობ ეხა აი ოპერის მომღერალი არის იგივე სპორტსმენი მართლა თუ საუბრობთ ოღონდ აი ტოპ პროფესიონალიზმზე რა რომლისგანაც მე ძალიან შორს ვარ მაგრამ აი ყვება ცხარე არა მჟავე არა ძალიან ტკბილი არა ზოგს რაღაცაზე ალერგია აქვს თხილეული არა თაფლი არა ლიმონი აი ოღონდ ინდივიდუალური ახლა მე თუ რაღაცა მწყენ შეიძლება შენ არ გწყენდეს მაგრამ აი ყველაფერს მაგას ვაფრენ როიც მაგდონემდე უნდა ითვალისწინებდე რა სულ დატენიანება ბევრი წყალი ძილი ბევრი სიცილი არა ბევრი ლაპარაკი არა ნუ აღარ ლაპარაკობ სხვა და სხვა რაღაცეებზე რა რა ვიცი ალკოჰოლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო და გამოდის აბა რაღა არის მეტი ხო სპორტ მე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიაფრაგმას რა ნუ სუნთქვა ძირითადად მთელი სიმღერა რა აი რა წამსაც აი ამაზე გადადის მთელი დატვირთვა ხმის იოგებზე იქვე ჩდება მე პრობლემა და რაც უფრო მეტად ხარ ძლიერი ქვევით იგულისხმება პრესი ქვედა ზედა დიაფრაგმა სუნთქვა რაც უფრო ძლიერი გაქვს შესაბამისად ნაკლები დატვირთვა ამ ნაწილზე და მეტი ყრდნობა გაქვს ამ ნაწილზე ხა ძალიან ჩავედი რაღაც ძალიან მასწავლე პროფესიულ რაღაცეებში მაგრამ გამზადებ
კი. ხო და შესაბამისად მაგისტვის რო აი მე მაგალითად თუ ვარ მშიაში რას გულისხმობ აი თუ არა მაქვს ნაჭამი ცილა ნახშირწყალი ფიზიკურად არ მყოფნის სუნთქვა რომ ერთი ფრაზიდან ბოლომდე მივიდე აი მიხდი არ მყოფნის სუნთქვა შეიძლება თვითონ ინტონაციურადაც აი ცოტა დამიდაბლდეს აი ენერგია თუ არა მაქვს შეიძლება ვერ ვიმღერო რა ამიტომ აი კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უძინარი თუ ხარ მე რა ის რაღაცა ქალური მომენტებია რაღაც ბევრი რამეა ისეთი ანუ ფიზიოლოგიამდე დამოკიდებულია ეს პროფესია რა და შესაბამისად აი რაც უფრო ძლიერი ხარ უფრო მეტი გაქვს ასე ვთქვათ ძალაც და დროშიც უფრო მეტი პერსპექტივა გაქვს რომ იმღერო რა მე მართლა ვერ წარმოვიდგენდი რომ აი ამ ხელა ასე ვთქვათ თავდადება და ისინი ჭირდებოდა ხა კი ხმა რაღაც უნდა ავარჯიშო ვოკალურად ყველაფერი მაგრამ ის არქნა და მართლა სპორტსმენივით რომ უნდა იცხოვრო ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი და აი მაგას ანუ ხა მაგდონემდე ვიცი რომ შენ თქვი რომ ეგრეც არ ვარო მაგრამ ნახევარს მაინც ხო აკეთებ და იცი როგორ ვაკეთებ აი ქართულად ეხა გეტყვი ეგეც ასაკის დამსახურება აი ადრეს საერთოდ ჯერსი ჩვენ კულტურაში არ არის რომ აი მე არ გავზრდილ ვარ მაგალითად ისეთ ოჯახში სადაც ბავშვობიდან მიხსნიდნენ რომ იცი რა ცილასთან ერთად უნდა მიირთვა რაღაცა არ ვიცი რაღაცა ბოჭკო აი მიხვდი არ ანუ კვების კულტურა არა გვაქვს ჩვენ უნდა ვაღიაროთ რა კიდევ ვიმეორებ შეიძლება რაღაც ინდივიდებში ეს არის მაგრამ ესე მასიურად არა ვიღვიძე რაღაცა თაფლიანი პური და თუ კარაქიანი პური ხა ანუ არ არსებობს ეგეთი რაღაც ხო დასავლურ ნორმალურ რაღაცა განვითარებულ ქვეყანაში რომ ნახო კვებითი კულტურა არ იყო ჩემ ოჯახში რა და ბევრი რაღაცა ეხა მოვიდა რა ეხა მივხვდი ჯერჯერობით შვილი რო გამიჩნდა უფრო მეტად მომინდა რომ ჩემ თავს მოუვარო და უფრო მეტად ჯანმრთელი ვიყო და უფრო დიდხანს ვყავდე ჩემ შვილს და ნუ მე რა თქმა უნდა ჩემ თავს უბრალოდ ჯერ ჩემ თავს უნდა ვყავდე და მე ყველას მაგრამ აი ანუ ჩემი შვილის დამსახურებაა რომ აქამდე მივედი და მე რაღაცნაირად ნელ-ნელა მომინდა ვარჯიში მე ვარჯიში რო დავიწყე მივხვდი რომ ძალიან კარგი იქნება თუ ცოტა კვებასაც მივხედავ აქ არ არის ლაპარაკი წონაზე და დავიკლო და გავხმე და დიეტაზე ვიყო 24 საათი და მარტო წყალი ვსვა არა მაგრამ აი რაღაც ჯანს ჩემ თავს რაღაცნაირად როგორ გითხრა მოუვარო რა და ჩემი თავი იყოს ჯერ მნიშვნელოვანი რა და ჯანსაღს ხელში ჯანსაღი სული იყოს გესმის და ამიტომ ეგ რაღაცები ეხა დავიწყე რა ცოტა ხანია და ძლივს ვაბავ თავს და ბოლოს ერთმანეთს იმიტომ რომ არ ზის ეს ჩემში აი ჩემ ყოველდღიურობაში არ არის აი ხა როგორ გითხრა მიწევს უფრო მეტი ფიქრი რომ აი რომ მომშივდება იმაზე კი რომ ფიქრობ აი რაც ჩემ ხდება პირველი იმას ვქნა რა ქვია ჩავიყარო მართლა რასაც ადრე ვიზამდი რა აი ხა რაღაცა ფიქრობ რომ აი ბროკოლი და ნუ რაღა ვიხდი აი რაც მოსაწყენია და რაც ნაკლებად გემრიელია იმით ვცდილობ რომ თქვათ შევივსო რა თავიდან რა მკითხე ამასობაში დამავიწყდა ხო გითხარი აი ხო გითხარი აი არა აი მე მომწონს აი ესე გიყურებ და შეგწკერ და ან ჯერ ისე ტანზე ხარ რომ აუ ვარჯიშზე შემიძლია ბევრად მეტი ვილაპარაკო ვიდრე ოპერაზე არა ვარჯიში მეც ძალიან მიყვარს და მართლა ეგრე არის რომ აი ერთხელ რომ მიაჯდები და რომ დაინახავ შედეგს რომ თუნდაც პრესი გამოგიკვეთა ისე აი უცბად აი შოქში ხარ. თან მე დავდივარ იოგაზე. სხვა არასოდეს არ აი გეტყვი ვიღაცები რომ ვარჯიშობდნენ და რომ ხედავდნენ ჩემი მეგობრები მაგალითად ხო საათ ხართ რაღაც ვარჯიშზე და რომ ფიქრობ რომ ან საქმე არა გან გართობა. აი რაღაცა რა ცხოვრება არა გა ვარჯიში საერთოდ რაზეა საერთოდ ლაპარაკი. ხო და მოკლედ ჩემო მეგობრებმა მართლა ესე ყურით შემიყვანეს გადასარევ იმაში რა ქვია სტუდიაში და თან ვიძახდი რომ თუ რესურს და ენერგიას ჩავდებ ვარჯიშისთვის ეს იქნება იმისთვის, რომ სხეულის ნაწილები გავაიდეალურო. მაგდენიც რო არ გესმის, აი სულელი ხარ, პატარა რო ხარ და ეხა მივხვდი, რომ და ვიძახდი, რომ იოგა რას საერთოდ რასის სულელია, მეტი საქმე არა მაქვს, ფული, დრო და ენერგია დავხარჯო იმაში, რომ იქ რაღაცა ვისუნთქო. აი ხო ხდა, აი რო არიცი. აი რა არის არცოდნა, აი არცოდნისგან მოდის ყველაფერი. მივედი, გადავირიე და აღარ მინდა აღარაფერი ამ ვარჯიშის გარდა. ყოველ დღე გიჟივით ვარჯიშობ და უბედნიერე. აი ეგეთი დიდი სიხარული კიდე რას მოაქვს არ ვიცი. და ეგეთი აი თვითკმარი, აი კიდე გავდივარ, ჩემპიონი ვარ, გეგონება მსოფლიო რა. სხეულის უკმაყოფილებასთან ანუ რა დამოკიდებულება გაქვს, იმიტომ რომ ყველას ანუ თინეიჯერებს, მეც ანუ არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ უგრძნია ეგრე თავი და აი ეგ როგორ უნდა მიხვიდე მაგ დონემდე, რომ აი შენ თავი ესე ვთქვა შეიყვარო როგორიც ხარ. აი მე ეგ მაინტერესებს. ეხა არა გეტირს რაღაცა. ირინა, ეგ იყო ყველაზე დიდი მიღწევა ჩემ ცხოვრებაში. ეხა ყველაზე დიდი არა, მაგრამ ნუ აი ერთ-ერთი როგორ გითხრა გამონათება ჩემ გონებაში, როცა მივხვდი, რომ
ნატალია, შენ ვერასოდეს ვერ იქნები მოდელი და შენ ვერასოდეს ვერ იქნები ის რა სტერეოტიპიც ამ თავში გიტრიალებს. და რომელიც ყველას გვაქვს სამწუხაროდ ჩვენ გარემოს. ხო და ეგ რო გავიაზრე. ოღონდ ისე როგორ ვებრძოდით ჩემ თავს, აი ცოტა მე ხო მორიელი ვარ. და რაღაცა ეს თვით დესტრუქციის მომენტები მაქვს რა, რომ აი რაღაცა ჩემ თავს უნდა რაღაცა დაუშავ. გონია რომ კარგს აკეთებ, მაგრამ ამ დროს უშავებ და ისე როგორც მორიელი ხამს რო გამოუშვებს და მე თავის თავს იჭამს, აი ცოტა ეს ვიყავი. არაჩვეულებრივი მეგობარი მყავს ერთი ებრაელი, რომელთან ერთადაც ვცხოვრობდი მიუნხენში და იმან მითხრა, რომ სულ საუბრობდი ჩემ ნაკლზე. აი და დააკვირდი, აი ვიღაცას რო შეხვდები და რო ეტყვი, რომ რა ლამაზად გამოიყურები და იმ წუთას ვიწყებთ არა, აი ნაკლზე ლაპარაკი, მე არა რას ლაპარაკობ, ეხა ისე გავსუქდი. უიმე მართლა არა და ნახე რას ვგავარ. ანუ ესე იგი კომპლიმენტის მიღება იმ დონეზე არ შეგვიძლია, რომ პირდაპირ ადამიანს აი უყვებით ყველაზე რაღაცა ინტიმურ ჯერ ისეთი უინტერესო და უზრდელურ რაღაცეებს, რომ რამდენი ჭამე, რამდენი რაღაცა და ნუ აი რაღაც ანუ სირცხვილია რა, მოკლედ რო ვთქვათ რა და ამ გოგოსთან მოკლედ ეთყობა იმდენი ვისაუბრე ამ რაღაცა სამარცხვინო რაღაცეებზე, რომ ბოლოს დამისვა აი სერიოზულად და მითხრა, რომ იცი რა, ჩვენო აქ ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთო და ძალიან გთხოვო, რომ მეო ძალიან ბევრი დრო და რესურსი დავხარჯევ იმისთვის, რომ ჩემი თავი ესეთი მიმეღო, როგორიც ვარო და ძალიან გთხოვ რომ ამას პატივისცეო და ამ თემებზეო მეორედ ამ სახში აღარ ისაუბრო. ჯერჯერობით გამიკვირდა, მე შემრცხვა, მე ვერ მივხვდი, მე დავიბენი. და მე ძალიან დიდი ხნის მერე მივხვდი საერთოდ რაზე მელაპარაკებოდა ეს გოგო რა და ყველას ჩვენ ადამიანებს გვაქვს როგორც ძალიან ბევრი კარგი, ისევე ძალიან ბევრი ცუდი. ოღონდ ყველას. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, მაგრამ თავარია შენ რას ასხივებ. აი რა გინდა რომ დამანახო შენი თავიდან. ბევრი ცუდი თუ ბევრი კარგი. ხა ეს უკვე შენი არჩევანია რა. მე ვერასოდეს ვერ მექნება 36 ფეხის ზომა. მაქვს 41 და ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის. აი ძალიან. ვარ მაღალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ჩემ თავში დავიწყე იმ რაღაცების მოძებნა, რაც მართლა მომწონს და მართლა კარგია. ყველაფერი კარგი არ მაქვს, მაგრამ მაქვს ძალიან ბევრი კარგი. და მოდი რა, ახლა მე შენ დაგანახებ ჩემ აი ამ ძალიან ბევრ კარგს. და შენც ესე დამინახავ მე. როგორც მე დავინახავ ჩემ თავს რა. გეთახმებს ხოთაშორის ეგრეა, იმიტომ რომ რამდენჯერაც რაღაც მომისმენია და დედაჩემისგანაც მაგაგებული, რომ აი მაგალითად ესეთ შენ ნაკლოვანებს რო უსმევ ხას, როგორი ულამაზესიც არ უნდა იყო და უკარგეს სტანზე, სხვას მაინც ანუ შინაგანად ეგ პროექცია აქვს შენზე, რომ აი მომენტ ხო არ მეშლება. რაღაც აი ეგრე ხედავენ რა, ანუ იმდენს რო გაიძახი ეგრე ხედავენ და თან რეალურად აი მე მქონდა ეგ პერიოდი და წეღად მეუბნებოდი, რომ ანუ რამდენჯერაც ახლა ბავშვობაში რომ მქონდა მე აკნე და ანუ ხო ანუ რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან ისე ვგრძნობდი თავს, ანუ არ მომწონდა ჩემ თავი და არ ვიყავი კმაყოფილი, ანუ ზედმეტად და ვიღაც რომ მეტყოდა რომ უი აი რა ლამაზი ხარ, თუ რაღაც მე იმდენად თვითგვემაში ვარდებოდი და მეთქი არა. ხო, ანუ აგრესია რო გიქცევა. მადლობა, მაგრამ არა. არა? აჰა. რო გონია რომ გატყუებ. ხო, აი მეთქი აი ხა დაჩილავდით, ანუ ეგრე ვამბობდი რომ მეთქი მადლობა, მაგრამ არა და ერთხელ დედაჩემი გამომეტრიალდა და ანუ აი რა სირცხვილს აკეთებო რა და მაგის მერე რომ ცოტა მე რა აკნეს დავილაგე, ცოტა შინაგანადაც დამშვიდი, ცოტა სარკეში ჩავიხედე ხოლმე ველაპარაკებოდი ჩემ თავს, ანუ აი ყველაფერი რო ვქენი უცბად მე მივხვდი რომ აი ჩემ თავს თუ ეხა დავუდექი და ვეძახი რომ რა ლამაზი ხარ, სულ რო არ გრძნობ ეგრე თავს, ვიგრძნობ მე. და რამდენჯერაც არ უნდა ვთქვა რომ მახინჯი ხარ და მართლა ულამაზესი იყო, დავინახო თავს მახინჯთან, რასაც ვეტყვი ეგ არის. ზუსტად, გეთანხმები 100%-ით. და მარტო, იცი რა, მარტო ვიზუალურ მხარეზეც ამდენი ლაპარაკი და ამდენი აქცენტი და ამდენი ფიქრი, ნუ კაი რა სხვა ანსაფიქრალი არა გაქვს, შენ კი არ ვამყეს რაღაც. ხო, რა თქმა უნდა. რაღაცა ან მართლა რა ვიცი მე წადი რაღაცა ინტერესი გამოიჩინე რა. აი ხო ხტები ცოტა იმაზე მეტყველებს რა, ეგ რაღაცა დაბალ ემოციურ ინტელექტზე და ალბათ IQ-ზეც, რომ ვერაფერი ვერ ნახე ცხოვრებაში იმის გარდა, რომ შენი თავი არ ჩაჩექმო რა. და სხვა მით უმეტეს. რომ არ ახარ ვიღაცა კლაუდია შიფერი და ამ დროს შეიძლება იმ კლაუდია შიფერსაც თავი ეგონოს მახინჯი. აი გარი მთელი აბსურდი ამ ცხოვრების რა. კი და მე ეგრე ვფიქრობ, რომ სხვებიც რომ უსმევენ სხვის გარეგნობაზე ხომ ხას, ეგ არის ყველაზე ცუდი რაღაც, რაც კი შეიძლება ადამიანმა გააკეთოს.
ნუ მაგაზეს აი, არ ეს მე ვაფშე ეგეთს აი არ არ ვიცნობ, ვიცი. მართლა აი ჩემ გარშემო არ ვიცი ეგეთი ადამიანი. ანუ ალბათ რაღაცა, ხო, არა, ვიტყვები ალბათ ვიცნობ, მაგრამ აი მაგდენი ლაპარაკი აი, გარეგნობაზე ცოტა საშინელება. სირცხვილია რა. აი, ხო? სამარცხვინო შევთანხმდით. მე ეგრევ ვფიქრობ. მოდი აი, შევთანხმდით რომ სირცხვილი. ნუ შინაგანი სამყარო არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეგ არის ყველაზე რთული დასამუშავებელი მე როგორც ვფიქრობ ზოგადად, იმიტომ რომ მაინც რაც არ უნდა იყოს შინაგანად როგორც გქნობ თავს ეგრე ხარ გარეგნულადაც და ეს შინაგანი სამყარო მაინც ცოტა ხო, აი არ გინახავს ადამიანები რაღაც სიმშვიდე რომ მოდის ან რაღაცა კი. არ ვიცი, აი ენერგეტიკა რა მართლა. აი რაღაცნაირი რო ქსიამონებს იმ ადამიანის გვერდით ყოფნა. ან მეორე ნაწილია, რომელიც აი ჭამს და გწოვს და რაღაცა ხო. ენერგოვამპირები. იმ ხალხის ისემშულს, ვისაც აი შინაგანად და ის სიმშვიდე აქვს და აი რაღაცნაირად აი ასხივებენ რო არის, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ რანაირად. აუ ალბათ იცი რა, ეგეც მე მგონია რომ მიღწევადია. ისევ ბევრი, რა გინდა შრომა დაარქვი, მუშაობა დაარქვი, ცოდნა, რავი, რაც გინდა ის ეხა დღესთან იმდენი შესაძლებლობა, აი ეხავე ამ წამს შემილია სოფლიოში საუკეთესო ტოპ არ ვიცი, ფსიქოლოგების, აი საუკეთესო რჩევები ერთ წამში ვნახო და ასე ვთქვათ, გავიაზრო რა და იმხელა ესე ვთქვათ, იარაღი გვაქვს ამ ინტერნეტის სახით, რომ ნუ არ წარმომიდგენია დღეს რა შეიძლება რომ არ იცოდე. აი ხა ChatGPT ავიღოთ რა. აი ხო, ნუ გასაგებია რომ რაღაცები ვთქვათ, მაგასაც ჰალუცინაციები აქვს, რაღაცას იტყუება, ანუ რაღაცას ჭეშმარიტება ხო არ არის, მაგრამ იმ დონემდე მაინც რომ გაარკვიო რომ რაღაცა შფოთი რო გაქვს, ამ შფოთს როგორ უშველო, თუმცა კი ძალიან ძნელია და მეც ძალიან ვებრძვი ამ შფოთს, აი არანორმალურად, იმიტომ რომ ხან რა გამოვარდება, ხან რაღაცაზე უცებ და ძალიან სენსიტიური ვარ და ჩემზე რაღაცნაირად ძალიან მოქმედებს ყველა პატარა აი რაღაცა ისტორია მათ შეიძლება უცებ ცოტა იმას მიქნას რა, ამომაგდოს ხო, ძალიან, აი საშინლად. და ამიტომ ძალიან მეშინია და ძალიან ვფრთხილობ და ესე ვთქვათ ვცდილობ რომ ჩემ თავს ამ მხრივ რაღაცნაირად მაგ მხრივაც მოუარო რა და ზედმეტ იმეებში არ გადავარდე. ნუ ეხა ხან გამომდის, ხან არა. ეხა მამა ჩემი გარდაიცვალა ეხა 49-ში და ძალიან აი ხო. არ ვიცი, ისე იმოქმედა რომ ნუ არ ვიცი რაღაც საშინლად. მიუხედავთ იმისა რომ ავად იყო და რაღაცნაირად მოსალოდნელი იყო ესეთი დასასრული. ძალიან იმოქმედა და ეხლა რაც დრო თან იცი როგორ არის რაღაცა სხვადასხვა ემოციები მოდის რა, თავიდან იყო რაღაცა ვიძახდი რომ რამხელა შვებაა, იმიტომ რომ თქვა აღარ წვალობს. მერე რაღაცა საერთოდ სხვა რაღაცები მოვიდა, ეხა კიდე რაღაც, ნუ აი ეტაპებია ძალიან რთული რა და არც არის ალბათ გასაკვირი რომ თქვა ეხა გაათმაგებული მაქვს ეგ შფოთვითი რაღაცა შემოტევები, გინდა პანიკური შედრავი, რაც გინდა ის დავარქვათ. და ნუ ვთქვათ მოსალოდნელი იყო, მაგრამ იმ წამს როცა ეს იწყება, მოდიან, მე ეგრევე წახი მოდიან, მაგ დროს აი რაღაცნაირად ფარხმალს ვყრი, იმიტომ რომ ვერ აი არ ვიცი რა ჯერ ვერ დავამუშავე ეს ყველაფერი იმდენად, რომ აი ჩემ თავს ასე ვთქვათ მოვერიო. და რაღაცა გარე საშუალებებით იმას შვები ხოლმე ვიმშვი ან ვიღაცას დაურეკავ ჩემ ქვარსვანები ყურადღება გადამაგდა ნუ რაღაცა სისულელეები რა. არა, მაგ მომენტში მეც რამდენჯერაც მქონია პანიკური შეტევა, კი ვფიქრობ, რომ იცი რა ეხა არ მოუკვდები და არაფერი არ დამემართება ამ მომენტში, მაგრამ მაინც რთულია გამკლავება, იმიტომ რომ როდესაც უკვე ხელები გიბუშდება, ცუდად ხდები და კანკალებ და სუნთქვა გეკვრება, აი მაგ მომენტში არ იცი რა უნდა გააკეთო, ვინც არ უნდა იმას ქნა და ძალიან რთულია მაგას. ეხლა ახალი ისა მაქვს მეთოდი. მე რა მეთოდი, აი როგორც თქვი, ახლა არ დავასახელებ. არა. ერთ ჩემ საყვარლის კაცს უყურებ და იმას აქვს სუნთქვითი ვარჯიში რა. 1 წამი შეისუნთქავ, 8 წამი აჩერებ და 2 წამი უნდა გამოისუნთქო. და ეს უნდა აკეთო რამდენჯერმე და ნუ იძახის რომ ყველაზე მეტად ეს შველის იმ წამს, აი იმ წამს გეუნები რა. აი ხა რო ვარ კარგად კი არა, აი რო გეწყება რა მაგ დროს და აი ეგეთი მაგიტომ ამბობ, აი მადლობა ღმერთს რომ გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ რაღაცები ვიცოდეთ და ნუ ხან გამომდის, ხან არა, მაგრამ უკვე რო ვიცი რომ ეს არსებობს და ბევრ შველის და მარტო არა ვარ მე გიჟი. ესე იგი უკვე რაღაცა ნაბიჯი წინ არის რა. რამდენია ეხა აი სულ მაგას ვფიქრობ, ადრე სად იყო, ამდენი ADHD, ამდენი აუტიზმი, ამდენი სპექტრი, ამდენი შფოთვა, რა ვიცი, პანიკური შეტევა რა იყო. ნუ აქვს მაგას თავისი პასუხები რატომაც იყო და რატომაც არ იყო და ეხა რატოა, მაგრამ მაინც იცი რა მგონია, აი ეხა გადავწყვიტე რომ ვიყიდო რაღაცა ფანრიან ნოკიას რო ეძახიან.
მარტო სიმკარტა რო იდებოდა რომ რეკავდავსო. რო ჩაიხსნა ანუ. რო აი ცოტა ხანი მაინც მიუხედავთ იმისა რომ იდეაში ესე არ ვარ დამოკიდებული ალბათ მაინც ვარ, მაგრამ ნუ აი screen times ნუ მოკლედ რა ხანისე მაქვს, მაგრამ უმრავლესად მაინც რა თქმა უნდა დამოკიდებული ვარ ეკრანზე. გადავწყვიტე რომ აი ცოტა ხანი არ ვიცი დავიწყო თქვა ერთი დღით. მერე გავზარდო 2 დღით და ცოტა დეტოქსი გავაკეთო ამ ეკრანის რა, იმიტომ რომ არ არსებობს ჯერა რომ მაგის ბრალია რა ის რაც დღეს უმრავლესობას გვჭირს. ამდენი უაზრო ინფორმაცია რაც ჩვენ ტვინში შედის. ნუ არ არსებობს რომ ტვინმა მოახერხოს ამის ძალიან მშვიდად გადალაგება და თაროებზე შემოლაგება. უეჭველი სადღაც მოქმედებს და იმდენად იზრდება თან ამ ცუდი ინფორმაციების და უარყოფით. ეხლა ჩემი აი მაგალითად TikTok-ს ვერ ვიტან. მყავხარ შენ დედას ვიცავარ. და ნუ ალბათ არ ვიცი განახება აი რაღაც 5 ფრენდი რომლებსაც ნუ აი რო ჩავსკროლავ გული არ მისკდება და დანარჩენი ჩემი ალგორითმი არის ბავშვის ფსიქოლოგია, შფოთვები, დეპრესია, ექიმის რჩევა, ვიღაცა ბავშვების emergency-ს ექიმი, რაღაცა უბედურებები. ნუ რა ვქნა, ეგეთი ალგორითმი ამეწყო რა და ისე ცუდად მოქმედებს. აი მართლა ისე ცუდად. აი TikTok-ის აიკონი მაგ დამალული სადღაც რომ ანუ ავტომატურად ხშირად არ შევიდე რა და გიყურებ შენ მე წამწამებს როგორ იწებებ და make-up იმას როგორ იტარებ რა რუტინას, იმიტომ რომ ეგ აი რაღაცნაირად არ მატრიგერებს და სხვა ყველაფერი დანარჩენი ინფორმაცია რომელიც გინდა თუ არ გინდა მაინც არის ძალიან ცუდად მოქმედებს რა ტვინზე. და ფაქტია. ხო, არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმო, იმიტომ რომ ეხლა TikTok-ი როგორც არ უნდა მართობდეს და მართლა ანუ აი რაღაც 13 საათს ვარ, ანუ რაც სიგიჟეა, არის მომენტები, როცა ისე სუთხასიათზე ვარ ხოლმე, ჩემთვის ეს წევარ, ანუ ხმას არ ვიღებ არაფერი, ხსნი TikTok-ს და ისეთი რაღაცები მივარდება, რომ აი როდესაც ეხა დედა არ ყავს რა აი ზუსტად ჩაგაფიქრებს და აი ზუსტად არ მინდა რა ტირილი ძილისწინ. მე ხა დავიწყე რა იცი ვთიშავ ტელეფონს, აი იმ ვრთავ რასაც კი airplane mode-ზე კი არა, ვთიშავ და ცოტა ოდნავ შორს ვდებ, რომ აი ღამე რამდენი გამეღვიძება არ ავიღო ტელეფონი და არ დავიწყო scroll-ვა, იმიტომ რომ ნუ მე არ შემილია რა, ვეღარ უძლებ, ეგ ვზნობ რომ ვერ უძლებ და ეხა ნუ კიდევ ვიმეორებ მარტივად წავიკითხოთ და გავარკვიოთ. დოპამინ სპაიკი არის აბსოლუტურად იგივე, რაც მოაქვს ნარკოტიკს. ანუ იგივე შეგრძნებაა და იგივენაირად ვართ დამოკიდებულები, როგორც ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ რაღაცა ნივთიერებას და ჩვენ მოიხმართ, ნუ მე და შენ ამ შემთხვევაში ამას. ხო და არ არსებობს, ახლა არ ყოფილხარ აი ცოტა დაღლილი, აი scroll-ის გარა. ცოტა რო აღარ შეგიძლია და რო გინდა და მე რო ხარ რაღაც გაშეშებული და გაშტერებული და იგივე შეგრძნებებია რა ზუსტად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ისევ ვიმეორებ ნივთიერებას მოიხმარენ. და მე მგონი ეს ძალიან ეს არის. აი რამდენადაც ძალიან ბევრი დადებითი აქვს ინფორმაციის თვალსაზრისით გულისხმობ. იმდენად ძალიან ბევრი ცუდი აქვს რა. არის თან ყოფილა მომენტები, როდესაც აი მიფიქრე, კაი ხა მეძინება თან ანუ გათიშული ვარ, მოვდივარ სამსახ, აი არაფრის თავი არ მაქვს. მაინც ესე ვგდივარ, მეძინება, მაგრამ რაღაც შემხდება TikTok-ზე და მორჩა. მივხვდი. ეხა კიდე იცი ას დავაკვირდი, აი სუმინდა რომ რაღაც პოდკასტებს უსმინე ხო თქვა. არ შემიძლია მინდა რომ გადავახვიო ცოტა დროზე, ანუ მივეჩვიე აი ამ მოკლე ინფორმაციებს რა, აი გრძელი ვიდეო უკვე რაღაცნაირად აი გრძნობ რომ აი წამის 1000-ში გრძნობა მაქვს რომ ანუ არ შემიძლია ხა ამ გრძელი ვიდეოს ყურება რა, ისე მივეჩვიეთ პატარა დროში ჩატეულ ინფორმაციას. ხო მეც რო ვუყურებ ხოლმე აი 2x ვაჭერ და ისე ვუსმენ. არ და ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ნუ ისტორია. აი ხო, ნუ ეგეც რაღაც დაავადებაა უკვე რა ჩვენი თაობის. ეხლა რაღაც ისე გამომდის რომ საშინელებაა ტელეფონი და ინტერნეტი, მაგრამ ნუ რაღაც ალბათ როგორ არის იცი, აი მოხმარების არ ვიცი, ტაქტიკა თუ ხო დოზა უნდა რაღაცნაირად აკონტროლო რა. კი. თან აქ ხო იცი, ეხლა ვიპოვე ეგ ფუნქცია, რომ თვითონ გამითიშოს ისინი რა ქვია. აპლიკაციები. არა მე აი TikTok-ი რო გამეთიშოს უცებ scroll-ზე შეიძლება შევიშალო, ან ჩემით უნდა ვისწავლო, მაგრამ ნუ ძალიან რთულია, იმიტომ რომ მართლა ისეთი აი ადიქცია მაქვს TikTok-ზე, რომ მართლა ვარ და სოციალურ მედიებზე და მე მაინტერესებს შენი აზრით სოციალურ მედიაში რაც ჩანს რეალურად, როგორი დადებითიც არ უნდა იყოს და როგორი უარყოფითიც. რეალურ ცხოვრებაში ეგრე არის ხოლმე თუ არა, თუნდაც აი ულამაზესი ტანი, რომელიც არის გამოძერწილი, თუნდაც დაფოტოშოპებული რაღაც, ყველას ხო მიგვაქვს, რომ აი მე რა პონჩი არ მაქვს ესე, მე რატო არ მაქვს ესეთი თაიგულებით საცხოვრება. აი მაგას რა და ანუ დამოკიდებულება გაქვს. მაგაზე მე და ჩემი ჭკვიანესი და უსაყვარლესი მამიდაშვილი ვლაპარაკობდით, რომ აი სოციალური მედია, ესე ვთქვათ, გაიძულებს, რომ შენ თავს დაუსვა კითხვა, რომ და მე რო ესეთი არა ვარ და მე რო ეს არ შემილია,
მე რო ესე ვერ ვალაგებ, მე რო ამდენი ის არა ყავს, მე რო ესეტანი, აი მიხდი სულ არის რომ შედარება რა, რომ შენ ხარ აი ამ ყველაფერზე ქვევით სადღაც რა და აი ხე ხშირად ყოფილა რა რაღაც ლაპარაკი რომ აი მოდი იქნებ შენ სოციალურ მედია უფრო გააქტიურო და უფრო რაღაცა ქნა და ნუ არ შემილია რა აი რაღაცნაირად არ შემიძლია იმიტომ კი არა რომ ხო ჯერთი მცხვენია მართლა მცხვენია რაღაცეების აი პირდაპირ რო ავიღო ტელეფონი დილას რო გავიღვიძებ და დავიწყო რომ მე ახლა იცით რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა რა ან რამე მსგავსი არ რაღაცნაირად არ ვგრძნობ თავს კომფორტულად და რა თქმა უნდა მეც მაქვს რაღაცა ეს ნიღაბი რა რა თქმა უნდა აი რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ წამიშლია ვიდეო და თავიდან გადამიღია რომ უფრო ლამაზი იყოს უფრო ისეთი იყოს უფრო ესე არა და მე თვითონ ახლა მე რო ვუკვირდები ჩემთავს აი ვის ვუყურებ იმათ ვინც არიან ავთენტურები 100%-ით და რო ვერ გეტყვი ვის ვაფოლოვებ იმიტომ რომ უბრალოდ ვერ დაიჯერებ აი არა აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, პროფესიას, არაფერს. აი უბრალოდ მათ ოჯახებში შევდივართ, ხო, ჩვენ მათი ყოფა და ეს ყოველდღიურობა გადმოდის, ჩვენი ყოველდღიურობაც რა და აი ვინც არაფერს არ ფილტრავს, რო გადავხედე ჩემ სოციალურ მედიებს, აი იმათ უყურებ რა. ისინი მაინტერესებს ძირითადად. აი რა წამსაც ვხედავ, რომ დამონტაჟებული rilsi, აი და ცოტა რეკლამისკენ მიდის, არ არსებობს ეგრევე ვრთავ. ნუ არ მე ესე ვარ ყოველ შემთხვევაში. აი ჩემი ისეთი იღებს. შენ თავიდან რომ გამოხვალ და რო აკვირდები, ხო იცი შენ თავს აი რას უყურებ და რას იმაშვებ. ხო და რა თქმა უნდა რომ უმრავლესობა ტყუილია. რა თქმა უნდა. მე პირადად სხვაზე არაფერს არ ვამბობ. მე რომ მომიწიოს რაღაცა ეტაპზე თუნდაც ეს იყოს ერთი ინფორმაციის მიწოდება, ვეცდები რომ მაინც კარგად გამოვიყურებოდე, უკან გავიხედები რა ხდება ფონი. მივხვდი აი რაღაცას დავდგა მაინც რა. არ ვიცი ხა ეს რაღაცა ეთიკის ნორმა, კომპლექსებია, მე სტერეოტიპის მხარ არ ვიცი, მაგრამ აი გულწრფელად გპასუხობ, რომ პირველი სურვილი იქნება, რომ რაღაცა გავლამაზდე და მოვაკუწკუწო ყველაფერი რა. ხო და რითიც შემიძლია რომ უკვე დავასრულო, ნუ რამდენი ხანი ველაპარაკე და მე მართლა არ მჯერა. მაინტერესებს რა რჩევა გექნებოდა ამ პოდკასტისთვის და ვინ მოგინდებოდა ვთქვათ, რომ შემდეგი ყოფილიყო. აი მე მაგაზე არ მიფიქრია. ეხლა ბევრი დრო უნდა წაგართო მაგის ფიქრით, არა უცებ მოვიფიქრებ რამეს. რჩევა ალბათ აი რაც ეხა ვისაუბრე ზუსტად ეგ იქნება ყველაზე კარგი რჩევა, რომ იყო ის რაც ხარ, ისაუბრო ისე როგორც საუბრობ. გქონდეს ის რეაქციები რაც გაქვს, არ ითამაშო რომ ძალიან ჭკვიანი ხარ, არც ის ითამაშო რომ შენზე გენიალური არავინ არ არის. აი კიდე გეუბნები კი არ გირჩევა აი ჩემი რაღაცა ჩემი ყველაზე კეთილგანწყობა შენს მიმართ რა იქნებოდა რა და მე როგორც ერთ-ერთი მაყურებელი ირინა ქიქოძეს კი არა რომელიც ჩემი მართლა სისხლი და ხორცი აი უბრალოდ ვიღაცა ირინა ქიქოძეს უფრო მაგიტო შევხედავდი რომ ვიცოდე რომ ეს გოგო იმ კითხვებს სვავს რომელსაც მეც დავსვავდი და არ მომერიდებოდა და ვთქვათ რაღაცნაირად აი ლაღად ვიჯდებოდი როგორც იგივე აი რაღაც სამზარეულოში რო გვიყვარს ჯდომა და რაღაცეებზე საუბარი და განხილვა აი იგივეს მოვისმენდი შენგანაც და გააქვს შენ მაგის უნარი ძალიან კეთილგანწყობილი ხარ ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ანუ ვინც მოვა აქ ვიცი რომ ის ადამიანი ნუ თუ არ გეყვარება ყოველში არც მოვიწო ხო ხო ანუ არც ვინც არ გიყვარს იმას არ მოიწო ხო მაგრამ აი ეს კეთილგანწყობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ზუსტად აი ვიცი აი აბსოლუტურად ზუსტად ვიცი რა როგორც შენ გიყურებ ისე ვიცი ამ პოდკასტის წარმატება აი ისე მიხარია ხო და აი ვინ უნდა მოვიდეს შემდეგი აი მოდი ჩავხსნათ ეგ არ გაფიქრო აი ძალიან დიდი მადლობა პირიქით მადლობა შენ არ ვიცი შეიძლება ბევრი ვილაპარაკე არ გაცადე მაგრამ რასაც შეკვირდი რომ იმდეს ვილაპარაკებ რომ შენ აღარ ინერვიულებ თქო ეგ გავაკეთე შემისრულე და აღარ აი ბოლოს აი უკვე მეც აღარ გავჩერდი მოკლედ მადლობა მიყვარხარ ვამაყობ შენით ეგ იცოდე მეც და მთელი ჩვენი ოჯახი და ვიცი რომ ძალიან ბევრი კარგი რაღაცები გელოდება ცხოვრებაში და მაგაში ვარ 1000% დარწმუნებული იმიტომ რომ იქიდან იმდენი გულშემატკივარი ვარ ეხას პლუსი გაბებად რა არ ვიცი არა გეტირება და მეც ვატირებ იმიტომ რომ მადლობა შენს მაყურებელს და დაასაბსკრაიბეთ და რავი რა ქვია მაგას ვიდეოებს ხო ეგ არის გამოიწერეთ მე მართლა ნუტი არა ნუ ცოტა ეხა რაღაცა მომერია რა წრემლი არ მჭირა აჰა გილოცავ აშიტა